გრიგალაშვილი, ფოტოგრაფი. სხვა მე არაფერი არ მაქვს. ესეც კარგია, რომ იცოდი. მე კარგად მახსოვს, როდის დავიჭირე პირველი ფოტოაპარატი, საკმაოდ დიდი ვიყავი და მაინტერესებდა ძალიან გადაღების სწავლა, იმიტომ რომ მინდოდა კინოოპერატორობა და კინოსაოპერატორზე რომ ჩამებარებინა, უნდა მესწავლო ფოტოგრაფია. და ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა მაჩუქა ყველაზე იაფფასიანი ფოტოკამერა და მაგრამ ძალიან საყვარელი სმენა. მარტივი იყო ძალიან, მაგრამ ჩემთვის მაინც ძალიან კარგი იყო. ეს იყო ჩემი პირველი კამერა. თავდაპირველად დავიწყე თავიდან, ჩემით დამოუკიდებლად გადაღება. მაგრამ მე მივხვდი რომ მარტო ცოტა მიჭირდა და არსებობდა ეგეთი სასწავლებელი, სადაც ასწავლიდი როგორც ფოტოატელიის ფოტოგრაფები და დავიწყე იქ სწავლა. ერთი წელი ვსწავლობდი იქ და მქონდა ძალიან კარგი შესაძლებლობა მემუშავა ფოტოსტუდიაში და ფოტოლაბორატორიაში. ეს იყო მართლა ძალიან კარგი შესაძლებლობა და მინდა გითხრათ რომ აქ სწავლობდით 24 ადამიანი, 23 ბიჭი და მარტო მე ვიყავი ერთი გოგო. მე ვერ ვიტყვი რომ ძალიან ბევრი ცოდნა მომცა, მან უბრალოდ მქონდა შესაძლებლობა მემუშავა ლაბორატორიაში და მემუშავა ფოტოსტუდიაში, როგორც თქვი. და საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ჩემი ერთ-ერთი აუხდენელი ოცნება ის იყო დარჩა დღემდე, რომ ძალიან მინდოდა კარგი განათლება მიმეღო ფოტოგრაფიაში, მაგრამ მაშინ არც სასწავლებელი არსებობდა საქართველოში უკეთესი და არც ბევრი შესაძლებლობები მე თვითონაც არ მქონდა. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ მე ძირითადად თვითნასწავლი ვარ. მე თვითონ სწავლობდი, ძალიან მცირე შესაძლებლობები იყო იმ პერიოდში, როცა მე დავიწყე და მე უფრო უარესი გახდა. ასე რომ შემიძლია ვთქვა, რომ თვითნასწავლი ვარ. რა არის ჩემთვის ფოტოგრაფია, რომ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რამ, თუ კარგად ვარ, თუ უფრო თამამი ვარ, თუ უფრო დამოუკიდებელი ვარ, და ამავე დროს ჩემთვის ფოტოგრაფია არის თავშესაფარიც, სადაც თავს ძალიან კარგად გრძნობ და არის თვითგამოხატვის ერთ-ერთი კარგი საშუალება ჩემთვის. ის რასაც ფოტოაპარატის გარეშე ვერ შევძლებდი, შემიძლია გავაკეთო ფოტოკამერით. მე ძირითადად მუშაობ რეგიონებში. რატომ ვერ გეტყვით ბოლომდე, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება, იმიტომ რომ მე თვითონ სოფელში დავიბადე და გავიზარდე და ჩემთვის ძალიან ახლოა ეს გარემო, ეს ადამიანები და მეორეც მინდა ვთქვა, რომ ყოველთვის მენატრება ბუნებაში მყოფი ადამიანები და იქ თავს ძალიან კარგად გრძნობ. რა თქმა უნდა, რაც შეეხება სხვა თემებს მაგალითად, ანუ ეს რომ განვავრცოთ, მაგალითად ეთნიკური უმცირესობები, მე მიმაჩნია რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, კულტურული მრავალფეროვნება და ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ და ვფიქრობ რომ მათ ჭირდებათ ერთგვარი წარმოჩინება და ის რომ სხვა ადამიანებსაც აჩვენო მათი ცხოვრება. ასევე რეგიონებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პრობლემები, რაც არსებობს ამ რეგიონებში და მე მგონია რომ როგორც ფოტოგრაფიის მეორე ერთ-ერთი დანიშნულება ეს არის დოკუმენტური ფოტოგრაფიის, შემოვინახოთ ისტორია. ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ საქართველოს თუ გადავხედავთ წლების წინანდელ ფოტოისტორიებს, ისტორიას ფოტოგრაფიაში, ძირითადად ეს არის დიდი ქალაქების ცხოვრება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რეგიონებსაც ჭირდება ყურადღება. ჩვენ სამივე მუშაობთ დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში. რაც შეეხება თემებს, იცით რა არის, მე ვირჩევ იმ თემებს, რომლებიც ჩემთვის არის საინტერესო. თუმცაც მაგალითად ავიღოთ თბილისში უამრავი თემაა, მაგრამ მე არ ვიღებ თბილისში ჯერჯერობით. ამიტომ მე ბმა არა, შეიძლება რაღაცა თემა ერთნაირია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ყოველთვის მაქვს ჩემი თემა. ის რაც მე მაინტერესებს, რაც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი და ალბათ მათთანაც იგივეა შესაძლებელია. საქართველოს არც ისე დიდი ქვეყანაა, ამიტომ პატარა სივრცე ყველას კი ყოფნის, მაგრამ შესაძლებელია დამთხოვებიც ხდებოდეს. ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია.
მე ახლა კი არ გადამიღე აქციები, მე წლების განმავლობაში და წლების წინ სულ ვიღებდი აქციებს. შესაძლებელია მაშინ სოციალური ქსელები არ იყო და სიმართლე გითხრათ, ახლაც ვიღებ, მაგრამ ეს სოციალურ ქსელში ნაკლებად. ერთადერთი ინსტაგრამია ჩემთვის, როგორც სამუშაო ფოტოგრაფისტვის საუკეთესო საშუალება. Facebook-ზე თითქმის არ ვდებ ფოტოებს და არც ვაქტიურობ. და რა ვიცი, არ არის აუცილებელი ყველამ გამოვფინოთ. არსებობს საშიშროება, მაგრამ თუ მაგალითად არის ფოტოჟურნალისტი და სადღაც მუშაობს ვიღაცისთვის, მან ძალიან კარგად იცის, რომ როცა ამ არჩევანს აკეთებს ასეთი სამწუხაროდ შესაძლებელია მას რაიმე შეემთხვას, მაგრამ რას ვიზავთ? ეს ფოტოგრაფის თამდევი პროფესია არის ნაწილი. მე მაგალითად მაქვს ორი პროექტი, ეს არის პერსონალური პროექტები. ერთს ქვია დედაჩემის წიგნი, რომელიც დედაჩემს ეძღვნება და დედაჩემზეა. მეორე არის თაგვების სოფელი, რომელიც არის ჩემს სოფელზე და იმ ადამიანებზე, ვინც იქ ცხოვრობდნენ. და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმიტომ რომ ეს არის პირადად ჩემთვის ემოციურად რთული, რადგან როცა უყურებ ამ ფოტოებს, ხედავ რომ ბევრი ადამიანი უკვე აღარ არის და საერთოდაც როცა ვფიქრობ ხოლმე სულ რომ ისი ალბათ როგორც სხვაგანაც, სხვა სოფელიც და სხვა ქალაქიც, ჩემი სოფელიც ამბავი ძალიან გავს ჩვენი ქვეყნის ამბავს. ის რაც ხდებოდა მთლიანად ქვეყანაში, სწორედ ის მოხდა ჩემს სოფელში, იმის გამოძახილი. ანუ ნელ-ნელა გაღარიბდა, გაღატაკდა და დაიცალა ჩემი სოფელიც, რაც ძალიან მტკივნეულია ჩემთვის და რა ვიცი, სულ ფიქრობ, რომ იქნებ მოვიდეს დღე, როცა ადამიანები დაბრუნდებიან. და ისეთი გახდება, როგორიც იყო. ამიტომ ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა. მე ვერ ვიტყვი, რომ ახლა ძალიან დიდ წრეში ვტრიალებ ასეთში, სადაც შემიძლია ერთმანეთს ვაჩვენოთ, რატომღაც მე ცოტა მარტოსული ფოტოგრაფი ვარ. მაგრამ ჩემთვის მრჩეველი არის ჩემი შვილი. ადამიანი იზრდება და გემოვნებაც გეცვლება, თუმცა არიან მაგალითად კარწია ბრესონი, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც როცა ნახე მის შემოქმედება, როცა ასეთი აღფრთოვანებული იყო და დღემდე იგივე რჩება ჩემთვის საყვარელ ფოტოგრაფად, თუმცა უამრავი ფოტოგრაფია, რომელიც ძალიან მომწონს. აი მიჭირს ხოლმე გამორჩევა, რომ ესეც მომწონს, ესეც მომწონს. ერთადერთი ის არის ხოლმე, როგორც ვამბობ ჩემს, როცა ვნახულობ კარგ ფოტოგრაფს, კარგ ნამუშევრებს, ძალიან მინდა ვარ ფოტოაპარატი ავიღე და წავიდე გადასაღებად. საერთოდ მე მიყვარს განსაკუთრებით ასეთ ვიმაშები ხოლმე ცალკე იმ ფოტოგრაფების ნამუშევრებს, რომლებიც საქართველოში მოგზაურობდნენ და გადაიხეს. მაგალითად, კარწია ბრესონს აქვს ერთ-ერთი მიმაჩნია, რომ მის შემოქმედებაშიც ერთ-ერთი საუკეთესო ფოტო ალავერდობა. აი ეს არის ფოტო, რომელზეც იტყვი რა ნეტა ჩემი იყოს. ნეტა მე გადამეიღო ეგეთი კადრი. შეუძლებელია ფოტოგრაფმა თუნდაც თავიდან დავიწყოთ იარსებო, გადარჩე ფიზიკურად, იარსებო და მე თან დამოუკიდებლად კიდევ იმუშაო პროექტებზე. დამოუკიდებლად მუშაობა ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ქვეყანაში არც არის ჟურნალი, სოციალურ-პოლიტიკური შინაარსი, ვინც შეიძლება ამით დაინტერესდეს. მე ჩემი ფოტოების ალბათ, რა ვიცი, 30% მაქვს გამოქვეყნებული. ჩემი შვილი ხუმრობს ხოლმე, რომ მეკითხებიან, რომ აი მე სად მიგაქვს ეს და ამბობს, რომ კომბლესავით ჭერში ინახავს. და ეს ძალიან ჩვეულებრივია. იცით, მე მგონია და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი თვალით დანახული საქართველოს ისტორია, რომელიც ალბათ ოდესმე გამოქვეყნდება. რამდენჯერმე ვიყავი გადასაღებად, ეს უბრალოდ რომ სხვადასხვა გამოცემებისთვის დასაკვეთად თითო დღით ჩავდიოდით. რამდენჯერმე სხვათა შორის ახლა მომაგონდა იქ როცა რაღაც აქციები მოეწყო, მაშინაც ვარ ნამყოფი. ვიყავი უფრო ბოლო პერიოდში პრესისთვის, ჩავდიოდი ჟურნალისტმა იცოდა კონკრეტულად რა გვინდოდა იქ მუზეუმი, ოკუპაციის მუზეუმი, ხაზი რაც გაავლეს ეგ, ადგილობრივი მაცხოვრებლების პორტრეტები და ესე გადავიხე. გუშინ ქონდა ვორქშოპი, სადაც ახალგაზრდა ფოტომოყვარულები იყვნენ და ერთმა ახალგაზრდამ მითხრა, რომ მიჩიეთო, მე მინდა ძალიან დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში ვიმუშაო და რას მირჩევთო? და მე უთხარი, რომ დოკუმენტური ფოტოგრაფიით ჩემ ფულს ვერ იშოვი.
თულშოვნა თუ გინდა ფოტოგრაფი, წადი მაშინ კომერციულ ფოტოგრაფიაში. მაგრამ თუ იქნები დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში, ერთადერთი რაც ამ ყველაფერს გაამართლებს არის ის, რომ შენ უნდა გიყვარდეს ეს საქმე, რასაც აკეთებ, უნდა გიყვარდეს რა თქმა უნდა შრომა და რა ვიცი, მე აღარ იქნები უკმაყოფილო. არსებობდა მაშინ გამოთქმა, ჯერ კიდევ როცა იაფი იყო ყველაფერი, თუ გინდა დაწყეულო შენი მეგობარი, უყიდე მას ფოტოაპარატი. თუ გინდა გააღარიბო, დაწყეულო კი არა, შენი მეგობარი, უყიდე მას ფოტოაპარატი.